ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში ჩაატარეს ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომლებიც რეგიონში ძალის დემონსტრაციას ისახავს მიზნად. წვრთნების პარალელურად თეირანის ბირთვული პროგრამა სწრაფად ფართოვდება, ხოლო იემენის ჰუსიტი ამბოხებულები გემებზე ახალი თავდასხმებით იმუქრებიან. ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2025 ომანის ყურეში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ჩატარდა. ეს სრუტე, რომელიც სპარსეთის ყურის ვიწრო შესასვლელია, მსოფლიო ნავთობის სატრანზიტო გზაა. ირანს არაერთხელ დაუკავებია კომერციული გემები და სავარაუდო თავდასხმების განუხორციელებია ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთპიროვნულად გამოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები თეირანის ბირთვული შეთანხმებიდან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ირანში, ჩაბაჰარის სტრატეგიულ პორტსა და სანაპიროებზე. ეს წვრთნები გზას გაუკვალავს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. წვრთნების ფარგლებში ჩვენ გადავდგით ნაბიჯები არა მხოლოდ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, არამედ შეტევითი ძალის გასაძლიერებლად. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გქონდა. ეჭვგარეშეა, რომ ეს დიქტატორები, რომლებიც ჩვენი აზრით მოძალადეს გვანან, არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშაონ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და თავიანთი ხალხის ინტერესები პრიორიტეტად აქციონ. ისინი კვლავ ილუზიაში იმყოფებიან, რომ ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც 100 ან 200 წლის წინ. სწავლება მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი და რუსეთი აქტიურად არ პატრულირებენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომლის წყლებს გლობალური ენერგომომარაგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ფუნქცია ძირითადად დასავლურ ქვეყნებს, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაჰრეინში განლაგებულ მეხუთე ფლოტს აქვს მინიჭებული.